მე სისტემის კონფიგურაციას ვაწყობ. აბა სცადე. ეს მართლაც დაუჯერებელი რამ არის. მე სენტ-ეტიენში ვიმყოფები საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეში. ქალაქი, რომელშიც მრეწველობა დიდი ხნის განმავლობაში რღვევას განიცდიდა. ახლა ინოვაციის ცენტრი ხდება. სწორედ ამ ქალაქში დაარსეს კომპანია დესინტეი, რომელიც სამედიცინო რეაბილიტაციის აპარატურას, ნეირომეცნიერებისა და მოწინავე ტექნოლოგიის ბაზაზე ქმნის. ეს კომპანია, რომელიც ადგილობრივი და ევროპული წარმატებული ბიზნესის მაგალითია, მსოფლიო დონის რჩეულია. დესინტეი სენტ-ეტიენის გარეუბნის ბიზნეს პარკში 2017 წელს დააფუძნეს. ეს სტარტაპი, რომელიც ექსპერიმენტული პროექტის პირმშუა, წელიწადში 200 ცალს სარეაბილიტაციო აპარატურას აწარმოებს ფიზიკურად უნარშეზღუდული პაციენტებისთვის. ნეირომეცნიერი დავი ლიუნო, რომელიც კლინიკური კვლევისა და აპარატურის დანერგვის განყოფილებას ხელმძღვანელობს, ამ კომპანიის 3 დამფუძნებლიდან ერთ-ერთია. On a développé en 2017 le premier dispositif ici qui 2017 წელს აქ ჩვენი პირველი აპარატი შევქმნით სარკისებული თერაპიის პრინციპის მიხედვით, რომელიც ძალიან მარტივია. ჩვენ ვიღებთ ფირზე პაციენტის ჯანმრთელ მკლავს და სარკისებურად ისევ აბრუნებთ გამოსახულებას, რომ პაციენტმა საკუთარი პარალიზებული ხელი დაინახოს, როგორც მოძრავი. ამ კადრზე დაკვირვება სტიმულს აძლევს პაციენტის ტვინის ნეიროპლასტიკურობას და მოძრაობის უნარის აღდგენას უწყობს ხელს. განაგრძეთ მოძრაობა ძალიან ნელა, უფრო ნელა. ძალიან კარგია. ხელი მოვკიდეთ ამ საგანს და პირდაპირ მაგიდაზე დადგით. მე ვიწერ ამ მოძრაობას და ავტომატურად სარკისებურად ვაყირავებ. ახლა იგივე მოძრაობა უნდა გაიმეოროთ, ოღონდ ჭიქის გარეშე. განაგრძე. ძალიან ნელა მიუახლოვდი და სახელურს ხელი მოვკიდე. მსუბუქად ასწიე, არ დაგივარდეს. ძალიან ნელა დადგი უკან და მარჯვნივ ასწიე. ახლა კი ჭიქას მართლა მოვკიდე ხელი. აქ ჩანს თუ როგორ ასრულებ მოძრაობას ნელა. იმიტომ რომ ეს მოძრაობა მანამდე უკვე ნახე. ამიტომ მეტ ყურადღებას აქცევ კოორდინაციასა და სიჩქარეს. ეს ტვინის ნეიროპლასტიკურობაზეც მიუთითებს. ტვინი ეჩვევა იმ მოძრაობას, რომელიც ერთხელ უკვე გააკეთა. ჩვენ ნევროლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებთან ვმუშაობთ. ვინც გადაიტანა ინსულტი, მიიღო ტვინის დაზიანება, აქვს რომელიმე ნეიროდეგენერაციული დაავადება, როგორიცაა, მაგალითად, გაფანტული სკლეროზი. ორთოპედიაშიც ვმუშაობთ. მათთან ვისაც მოძრაობა არ შეუძლია. ხელის რთული მოტეხილობის, ასევე ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტებთან. მათთანაც, ვისაც კიდურების ამპუტაცია დასჭირდა. და ბოლოს, ვმუშაობთ ქვედა კიდურების დამბლისა და ხერხემლის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დაბლის მქონე პაციენტებთან. საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით კომპანია დესინტეიმ უკრაინაში 45 საავადმყოფოს უნდა მიაწოდოს აპარატურა. ამ კომპანიამ პირველი ნაბიჯები სენტ-ეტიენის უნივერსიტეტის საავადმყოფოში გადადგა პროფესორ პასკალ ჟიროს ხელმძღვანელობით, რომელიც ამ საავადმყოფოში ზრდასრულთა რეაბილიტაციის დეპარტამენტს უდგას სათავეში და რომელიც დესინტეის თანადამფუძნებელიცაა. En testant ce dispositif à visée au départ როდესაც ამ აპარატზეც დასვადარებდით, თავიდან ნეიროსამეცნიერო მიზნით, მივხვდით, რომ მას დიდი პოტენციალი ჰქონდა რეაბილიტაციის კუთხით. დესინტეის დაფუძნების სურვილი იმიტომ გაგვიჩნდა, რომ ეს თერაპიული საშუალებები, რაც შეიძლება მეტი პაციენტისათვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი. იმ დროს არც საფრანგეთში და არც სადმე სხვაგან არ იყო კომპანია, რომელიც შეძლებდა ასეთი ტიპის აპარატურის ინდუსტრიულ დონეზე წარმოებას. დღესაც კი იშვიათია ასეთი აპარატი, რომელიც მოძრაობის უნარის აღდგენას მოძრაობის ვიზუალურად აღქმის გზით ეხმარება. ამ უნიკალურ ტექნოლოგიას ახლა საფრანგეთის ასობით სარეაბილიტაციო ცენტრში იყენებენ. სენტ-ეტიენიდან 60 კილომეტრის მოშორებით, ოვერნ-რონა ალპების რეგიონის დედაქალაქ ლიონის გარეუბანში მდებარე კლინიკამ კარი გაგვიღო და შეგვიშვა. ინფექციის გამო დევიდს გიენ-ბარეს სინდრომი განუვითარდა. ეს იშვიათი ნეიროლოგიური ავტოიმუნური დაავადება დამბლას იწვევს. იგი 3 თვის წინ საავადმყოფოში დააწვინეს და ახლა იმედი აქვს, რომ ისევ შეძლებს მოძრაობას, რადგან კვირაში ერთხელ რამდენიმე საათიან თერაპიას გადის, რომელიც მოიცავს როგორც ჩვეულებრივ სარეაბილიტაციო კურსს, ისე სარკისებურ თერაპიას. აქ 4 კუთხედი ბლოკი მაქვს, მას ხელი უნდა მოვკიდო და მოვუჭირო. ხელს ვწევ, ბლოკს ხელში ვიღებ, მაღლა ვწევ და სხვაგან ვდებ. ჰემიპლეგიურ პაციენტებთან ჯანსაღ კიდურს ვიყენებთ. ამ კაცს მაგალითად ორივე ხელი წართმეული აქვს, ამიტომ ეს მისი ხელი არ არის, მაგრამ ასეთი უზიას ქმნის. მას შემდეგ რაც ყველა კიდური წამერთვა ძალიან მიჭირს, მაგრამ ჩემი მომვლელების წყალობით, ასევე დიდი სიბეჭდის, ინტენსიური ფიზიოთერაპიისა და აპარატურის დახმარებით ნელ-ნელა უკეთესობა დამეტყო. როდესაც ჩვენ ვაჩვენებთ მოძრაობებს, პაციენტებს გაცილებით მეტად უჭირთ გამეორება ვიდრე აპარატურასთან ერთად.
როდესაც გონიათ, რომ მართლა ამოძრავებენ ხელს. სარკისებრი თერაპიის წყალობით ძალიან კარგად მივდივართ წინ. ოთხთავა კუნთი ძალიან კარგად აღდგა. ფეხებს გაცილებით უკეთ ამოძრავებს. დაავადებული ხერხემლის გამო დომინიკას ქვედა კიდურების დამბლა დაემართა. მე ძალიან მომწონს ასეთი თერაპია, რადგან ჩემმა ტვინმა ახლიდან უნდა აღიქვას ჩემი სხეულის სქემა. ჩემი მიზანი ნერვული უჯრედების აღდგენა. ამ სისტემის უპირატესობა ის არის, რომ ის უსაფრთხოა. პაციენტს შეუძლია დამოუკიდებლად ივარჯიშოს და მე ამ დროს შემიძლია სხვა პაციენტს მივხედო. აქ მხოლოდ აპარატი კი არ გეხმარება, არამედ მთელი პერსონალი. ყველაფერია ჩართული, რომ მომავლისკენ ვიაროთ. დესინტეის მომავალი დიდი იმედებს იძლევა. სარკისებური თერაპიის სისტემის მქონე აპარატურის გარდა, ეს კომპანია ბაზარს სხვა ჭკვიან პლატფორმებსაც სთავაზობს, როგორიცაა მაგალითად ეს სენსორული, უკავშირზე დაფუძნებული თამაშის სისტემის მქონე სავარჯიშო მაგიდები. გვინდოდა თვით რეაბილიტაციის აპარატი შეგვექმნა, რომლის მართვაც იმდენად მარტივია, რომ პაციენტები და ოჯახები დამოუკიდებლად შეძლებენ მის გამოყენებას. ეს სარეაბილიტაციო პერიოდის ოპტიმიზაციას უწყობს ხელს, რომელსაც როგორც წესი თერაპევტები ადგენენ. ამ ინოვაციების წყალობით 2024 წელს კომპანიას 60%-იანი ზრდა ჰქონდა. დღესდღეობით კომპანიის შემოსავალი 10 მილიონი ევროა და ის 30 ქვეყანაში მუშაობს, მათ შორის ევროპის, აზიის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. კომპანიის ასეთ წინსვლას ნიკოლას ფურნიეს სამეწარმეო გამოცდილება უწყობს ხელს. იგი დესინტეის ხელმძღვანელი და მესამე თანადამფუძნებელია. იგი ამბობს, რომ ამ სტარტაპის წარმატების საფუძველია მისი 26 თანამშრომლის, პაციენტების მიმართ ერთგულება და კლიენტების მუდმივი მონიტორინგი. გარდა ამისა, დესინტეის მნიშვნელოვანი დასაყრდენია რეგიონის მასშტაბით გადგმული ფესვები და ადგილობრივი პარტნიორების ქსელი. სახელი დესინტეი ქალაქმა სენტ-ეტიენმა შთაგვაგონა. ჩვენს აპარატურას აქ ვაწარმოებთ. კომპონენტების ძირითადი ნაწილი აქედან 50 კილომეტრის რადიუსში იწარმოება. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ადგილობრივ პარტნიორებთან ვითანამშრომლოთ. პირველ რიგში გარემოს ნაკლებად დამეწურების კუთხით. თუმცა ყველაფერთან ერთად იმისთვის, რომ ეფექტურად განვითარდეთ. დღემდე მსოფლიოში სისწრაფე მთავარია. აშკარაა, რომ ევროპაში კონკურენციის გაწევა გვხდება ამერიკულ ტექნოლოგიებთან. უკვე ვხედავთ, რომ კონკურენტები აზიაშიც ჩნდებიან. ამ ყველაფერს რომ გავუძლოთ, ფაქტია, ინოვაცია გვჭირდება. ეს ერთადერთი გზაა, რომ სხვებს გავუსწროთ. ამ სულისკვეთებას კომპანიის ყველა დამფუძნებელი იზიარებს. ამჟამად ისეთ სისტემებზე ვმუშაობთ, რომლებშიც პაციენტის აზრები გააკონტროლებს აპარატს. სხვა დანადგარებზეც ვმუშაობთ. მეცნიერებას იმისთვის ვიყენებთ, რომ ახალი აპარატები შევქმნათ, ხოლო აპარატებს იმითომ ვქმნით, რომ მეცნიერება წინ წავიყვანოთ. ყველაზე მეტად დღეს ის მომწონს, რომ ამ ციკლის ნაწილი ვართ და იმედი მაქვს, ის რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდება. Aussi longtemps que possible.